საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ხარიბად თვლის, ხოლო ყოველი მეხუთე საარსებო შემწეობას იღებს. ამაზე მოწმობს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის ბოლო ივლისის სტატისტიკა. უფრო კონკრეტულად, ივლისის მდგომარეობით საქართველოში საარსებო შემწეობას 707.817 ადამიანი იღებდა. აქედან 466.506 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია. ხოლო 241.311 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთა 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. გასული წლის ივლისში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 677.495 შეადგენდა, ანუ მომდევნო თვეში ამ კატეგორიის რაოდენობა 30.322-ით გაიზარდა. ამასთან, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 1.298.660 შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ხარიბია და დახმარებას საჭიროებს. 2024 წლის ივლისში ასეთი ადამიანის რიცხვი შეადგენდა 1.249.543-ს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში ამ დროისთვის 3.704.500 ადამიანი ცხოვრობს. ედუნესტი ახალი მოსამზადებელი ცენტრის ზესტაფონში თავის ისტორიას იწყებს და ის საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის პრეტენზიით შემოდის. ცენტრი, როგორც მისი დამფუძნებლები და პედაგოგები გვეუბნებიან, კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს პირველიდან მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და მათ სამ საგანში, ქართულში, ინგლისურსა და მათემატიკაში მოამზადებს, სწავლების ინდივიდუალური მეთოდის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ედუნესში სკოლამდელი მზაობის პროგრამაზეც იმუშავებენ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხსნით ახალ საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და მოზარდების განათლების ხელშეწყობას. ცენტრში დაგვდება თანამედროვე და კომფორტული გარემო, პროფესიონალ გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცენტრი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქალაქის განვითარებაში. მე ვარ ცენტრის დირექტორი, ვარ ინგლისური ენის ფილოლოგი და მუშაობს განათლება სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან. ჩვენს ცენტრში შეისწავლით ქართულს, მათემატიკას, ინგლისურს და სკოლამდელი მზაობის პროგრამას. ჯერ არის სივრცე, ჩვენს ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს შევქმნით. როგორც ამ ცენტრის მასწავლებელი, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რომ თითოეულ მოსწავლეს შეუქმნა სწავლის მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული გარემო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს საგანმანათლებლო ცენტრში ყოველგვარი პირობა არის შექმნილი იმისა, რომ თითოეულ მოსწავლემ მიიღოს ღრმა განათლება, სრულფასოვანი განათლება და გაუხსნათ მათ გზა ახალ წარმატებებისაკენ. მათემატიკა მოგეხსენებათ რთული საგანია და ჩვენ სასწავლო პროცესში შევიდანთ აქტივობებს კლასებში, რათა უფრო სახალისო გავხადოთ სწავლება. წარმატებებს უსურვებ ჩვენს გუნდს, პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს. ცენტრი დაეხმარება მოსწავლეებს სამომავლოდ სწორი არჩევანი გააკეთონ და თავიანთი უნარები სასურველი მიმართულებით განავითარონ. მოსამზადებელი ცენტრი, სადაც შედეგზე ორიენტირებული გარემოს შექმნა მთავარი პრიორიტეტი იქნება, მოსწავლეებს უკვე იღებს. ედუნესში, რომელიც რობაქიძის ქუჩა ნომერ 5-ში პირველ სართულზე არის განთავსებული, სწავლა 1 სექტემბრიდან დაიწყება. ცესკოსა და რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენების პროცესის მიმოხილვა, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნები, არჩევნებში მედიის როლი და საერთაშორისო სტანდარტები არჩევნების ორგანიზების პროცესში შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარის
წარმომადგენელი გიორგი შარაბიძესთან, კომისიის მდივანთან გიორგი ჯავახიშვილთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. მათ ყურადღება გაამახვილეს ჟურნალისტების არსებით როლზე საარჩევნო პროცესში, ასევე აუცილებლობაზე საზოგადოება მუდმივად მიიღოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია არჩევნების შესახებ და გამორჩეულად კი საარჩევნო პერიოდში. ამორჩეველთა ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაშიც რა თქმა უნდა მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად იმისთვის, რომ ინფორმაციის შემდგომი გავრცელება და საარჩევნო პროცესების გაშუქება განხორციელდეს, მნიშვნელოვანი არის მედია საშუალებები იყვნენ ინფორმირებული იმ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაციით, რომელიც უკავშირდება ნებისმიერ არჩევნებს. ამ მიზნით ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მედია საშუალებებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირებისგან მათ აქვს შესაძლებლობა უშუალო სამუშაო გარემოში მოისმინონ და მიიღონ ინფორმაცია ყველა იმ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დღეს როგორც საზოგადოებაში, ასევე მედიაში განსაკუთრებულ ადგილს იძენს. მედიას გახლავთ დემოკრატიის ჟანგბადი და შესაბამისად იმისათვის, რომ მედიამ სწორად მოახდინოს თავისი უფლების რეალიზება, იმისათვის, რომ ყავდეს ინფორმირებული ელექტორატი, არსებითად მნიშვნელოვანი არის მუდმივად ზრუნვა საარჩევნო კულტურისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ამ თვალსაზრისით ადმინისტრირებას ხელს უწყობს, როცა ყველა ჩართული მხარე, ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტია, მედია, დამკვირვებელი თუ საარჩევნო ადმინისტრატორი არის მზად იმისათვის, რომ სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია. მოგეხსენებათ 2025 წელს ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს, რასაც ახლავს თავისი სპეციფიკური მომენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლქებში მთელი რიგი პროცესებია, რომლის გაშუქებაც მნიშვნელოვანია როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე მედიისთვისაც. შესაბამისად, ამ ტიპის ურთიერთობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო გამარტივდეს ორი მხარეს შორის კომუნიკაცია. დიდი მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას, ხელმძღვანელს იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა არჩევნების წინ პრაქტიკულად მედიასთან მართავს საკმაოდ წარმომადგენლობით შეხვედრაში მონაწილეობენ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლებიც. უამრავ კითხვაზე მივიღეთ დღეს პასუხი. სემინარი არის მედიის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანია არჩევნების გაშუქება მოხდეს სწორად და სწორი მიმართულებით იმოქმედონ ჟურნალისტებმა. მნიშვნელოვანი არის სამართლებრივად იცოდეს მედიამ, როგორ უნდა გააშუქოს საარჩევნო პროცესები, რადგან სწორად მიეწოდოს მოსახლეობას პროცესების შესახებ ინფორმაცია. მსგავსი სემინარები ეხმარება მედიის წარმომადგენლებს, რომ კიდევ და კიდევ აღნიშნავ იმას, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას მედიის მხრიდან და სწორად გაშუქდეს ესა თუ ის საკითხი საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. აქ განხილული იყო ის სიახლეები, რაც იქნება დანერგილი კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ასევე ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ მედიისთვის, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არჩევნების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანი იყო ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარება და გამყარება. მოგეხსენებათ, ინფორმაციის გავრცელების პროცესში მედიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე ინფორმაციის შემდგომი გაშუქებისა და ტირაჟირებისთვის იმ აუცილებელი სტანდარტების დაცვას, რომელიც მნიშვნელოვანი არის საზოგადოებამდე სწორი ინფორმაციის დაყვანისთვის.